და იუმორი ჩავკალი ჩათერიოდული არა ამაგას კაკრას ამას სერიოზულობა არ ჭირდება არა დაუშვი გადაცემა დავიწყოთ დღეს გვაქვს ძალიან იუმორისტული გადაცემა რასაც და გადაცემას პირ რასაც ჩვენ საუბრობდით ის მოხდა ისე ჩვენ გადაცემას რასაც საუბრობთ ჩვენ დააკვირდით გადაცემის შესაძლოა საუბრობთ ზუსტად ის ხდება გამარჯობათ მოგესალმებით დაუბრუნდით კიდე ერთხელ მონატრებული ტვინის გასაღებით და გვინდა შემოგთავაზოთ ჩემი თანაწამყვანი თორნიკე ბაღათურია თქვენს ეკრანებზე აი რა არ მოგეწონა ეგეთი ხაზე არა შეჩემა აი რა მორჩი ეხლა მოგესალმებით ჩვენ ძალიან სერიოზული გადაცემა დავიწყეთ აქამდე როგორც ლაპარაკობ ისე იბაზრე ხარ რა აცუნდრუ შემა თუ რა შენ მიესწრე დაიწყე აი მე დავიწყო გამარჯობა მეგობრებო მოგესალმებით დაგიბრუნდით მე რამდენი ეპიზოდით მე-5 ეპიზოდით დაბა გამარჯობათ მეც მოგესალმებით აქედან მე-5 ეპიზოდიდან და გვინდა გაგახაროთ ჩვენი დაბრუნებით და მინდა ისიც გითხრათ რომ კარგი შემართებით ვართ ახალი წელი მოგილოცოთ შობა მოგილოცოთ ბედნიერი წელი გქონოდეს სრულიად საქართველოს და მინდა გითხრათ რომ ჩვენს არ ვაპირებთ გაჩერებას და ვაპირებთ ახალი კი წინ და მე მინდა რომ ეს გადაცემა დავიწყოთ მიმდინარე მოვლენებში ხო რა მიმდინარე მოვლენებს ცოტა იუმორისტული თვალით რო შევხედოთ ფაქტი რო არის მაგრამ იუმორისტული ეგრე და მინდა რომ ჩემმა პოლიტიკური განყოფილების უფროსმა ბატონმა თორნიკემ გაგვაცნოს თუ რა ხდება სოფლიოში საინტერესო რაღაცები ხდება მიმდინარე პროცესები მოდი ჩვენ რამოდენიმე თემა შევეხოთ რა და დავიწყოთ მოდი ილონ მასკით რომელიც განცხადება რომლის ყველა განცხადება საინტერესოა და ბევრის თქმელი არის აი მაგალითად რა სისახის ჯორჯ სოროზე ჩვენთვის კარგად ნაცნობ ჯორჯ სოროზე აი მოდი ციტატას წავიკითხო ბოდიში ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჯორჯ სოროსი ესე რო გააცოტა რომ მაყურებლისთვის გასაგები იყოს რა ჯორჯ სოროსი იმენა მე პირადად ვიცი ბავშვობიდან აი მეცხრე ბლოკი და ედიკა და აი მაგდროინდელი ტიპია ჩემთვის მომედა სოროსის მონები და ეგ მონა პირველად მაკაცთან მიმართებაში გავიგეთ არიცი ჩვენ 25 წელია ჯორჯ სოროსის შესახებ ვიცით რა პიროვნება არის და რა მიზნები ამოძრავებდა სკოპოდო ჩვენ ქვეყანაში იმიტომ ჩვენ ქვეყანა გვაინტერესებდა და ნუ სოფლიოშიც იგივე ინტერესები ამოძრავეს და მაგის რაღაც ღია საზოგადოების ფონდებს და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა გასახარი ის არის, რომ ამის ლაპარაკი დაიწყო სოფლიოში ერთ-ერთმა გავლენიანმა ადამიანმა მთელი ახალი ამერიკის ადმინისტრაცია ამაზე ლაპარაკობს, რომ ეს კაცი როგორ ცდილობს და როგორ ერევა სოფლიო პოლიტიკაში ქვეყნების პარტიებს გაფინანსებს და ასე შემდეგ. და ნუ ეს უბრალოდ ჩვენ რაც ვიცოდით აქამდე 25 წელი თუ მეტი, ეხლა სააშკაროზე გამოვიდა რა და აი რა სიზაქის მაგალითად მასკი ის არის ადამიანი, რომელსაც კაცობრიობა ზულს. მისი ღია საზოგადოების ფონდები აფინანსებს ყველაფერს, მათ შორის აქტივისტურ ჯგუფებს და მედიის დამკვირვებლებს, რაც მას საშუალებს აძლევს სოფლიოს მასშტაბით გავლენა მოახდინოს პოლიტიკაზე. აი, ნუ გამარჯობა, შეიძლება ვიცოდით 25 წელი რა გამოდის. აი, დაიწყეს ეს ლაპარაკი, შენ რაც ვიცოდით, ანუ ეს არის არგუმენტი იმისა, რომ ჩვენ თურმე მართლები ვიყავით. არა, უბრალოდ ინტერესები გადაიყვეთ. ანუ ეს იყო და მან უკვე აღარავის აღარ აწყობს და გადაიწყო ჩვენ ინტერესები და ბატონო ილონ, ეგ ჩვენ ისედაც ვიცოდით 25 წლის წინ ზმაო და გეკითხა რა, გეკითხა ერთი გეკითხაც და გეტყოდეთ. რა? ასევე X-ი აქვეყნებს სურათს, სადაც ანუ ბაიდენი აჯილდოვებს სოროს აჯილდოვებს პრეზიდენტის თავისუფლების მედლით. და იქვეა აწერს იმას, რომ აბდარებს იმპერატორ Star Wars-ის იმპერატორს, რა ქვია, Darth Sidious, აგერ ჩვენი ამღზდელი არის, ამის ამღზდელი არის და ნუ მოკლედ ამას ადარებს და მე მეგობრებო მინდა ეხა სურათი ნახოთ სოროსის და Darth Sidious-ის და რამე განსხვავებას თუ იპოვით
ამის შორის მოგწერეთ აი რა განსხვავებას არა, ეგ შეიძლება იპოვოთ, მაგრამ ეგ ადამიანი გუნებით და იმითი ეგ კაცია რა. ეგ არის, მაგას გეუბნები, ჯერ ვიზუალური მსგავსებაა და მე შინაგანი და ის კაცი რა მიზნებიც ქონდა, ამასაც შინაგანად ეს მიზნები ამოძრავებს. კითხვა რა, რომ აი ნახე როგორ შეიძლება ხდებოდეს ეგეთი რაღაც, რომ თან სამაგალითო ქვეყანაა ხო ამერიკა და მაგიდან მაგალითები მოყავთ ხო ძალიან ბევრი მსოფლიო ლიდერი. აი ეგეთი რამე როგორ შეიძლება ხდებოდეს, რომ არსებული ადმინისტრაცია, რომელსაც დარჩა რამდენიმე დღე და აღარ იქნება, აკეთებს დგავს ისეთ ნაბიჯებს, ზუსტად ერთი კვირის წინ გაკეთებულ რაღაცას, რომელსაც ეხა ერთ კვირაში რომ მოვა სხვა ადმინისტრაცია, ის ვაფშე სხვა რაღაცას ლაპარაკობს უკვე აქვე, ანუ რა ხდება აქ ეხა არავინ რა დემოკრატია, ეგ დემოკრატია არა, ეგ არის ფარისევლობა. თვალებში ნაცრის შეხრა. დემოკრატია სირიაში ტერორისტი ყავთ, ეხა ეროვნული გმირია და რევოლუციონერი და საფრანგეთის და გერმანიის საგერბო საქმეთა მინისტრები ჩადიან იმასთან შესახვედრად. და ეხა შენ როგორ ფიქრობ, რომ ესენი წულხან ჩვენ დემოკრატიაზე არაფერზე, იგივე, ბოდიში მასზე იყო და იგივე არის ხო ზუსტად მასკი გამოდის და იძახის რომ მასკი გაშუაშია. მაკრონი გამოდის იგივე, ის რომ ჩარევას ან ხორციელებენ. ვინ ახორციელებენ, ვინ შენ ახორციელებ პირველს თუ პოსტა razumete ჩვენ აქედან საპასუხო რომ ხმა მოვიყოთ ცოტა ისი არ არის ეგრე რომ ანუ კი ეხლა ჩვენც ადრო არის ჩვენც აღშფოთეთ და ჩვენც რაღაცები დავიწუნოთ ხო სულ ისინი არიან აღშფოთეთ ეხლა მაკრონი და შოლცი აღშფოთებულები არიან უბრალოდ იმითი რომ მასკი რაღაც ინტერესი ჩენს ევროპული პოლიტიკას ან ეს რას ნიშნავს იცი რომ ანუ ჩვენ ვართ ეხლა მომსწრე კონსერვატიზმის გავრცელებული მსოფლიოში ეს ამდენად მოხდება ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ უბრალოდ ეს დაწყებული აქამდე არ ჩვენოთ პირველად შემსწრები აი მთელი მსოფლიო ამ პროცესს. ეს რამდენად გამოვა, არ ვიცი, დრო გვიჩვენებს, მაგრამ უკვე სასიხარულოა, რომ ეს ყველაფერი დაწყებულია. აი მაგალითად ტრიუდო ლიბერალი უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი მასკი პირდაპირ მოიხსენებს როგორც გოგოს. შენ გოგო გაჩერდიო არა გოგონიო ხო არაფერი შენ აღარ გეკითხება უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხარ მოდიო რა იყავიო შენ ადგილას ეს ყველაფერი არის ძალიან გულდასაწყვეტი ხო აი იმიტომ რომ ერთმანეთში ეგ პონტი აქვს რა და ჩვენ ვართ იმენა მიღაც ვიყენებული ყოველს და ვერ ეღირსებით ჩვენი ხმა სამოვიღებს და ვიტყვით და ჯერ სადახართ ასევე მელონი იტალიის პრემიერ-მინისტრი იძახის რომ აი ციტირება არ მახსოვს აი სოროსი პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს რასაც სხვა სახელმწიფოების საქმეებში ჩარევა ჰქვია გამარჯობა შენი ჩვენც ან მივხვდი ამ ხალხს არ ეკითხები რომ აქამდე სად იყავით ხო აკაი რაღაცეები ხდება აქამდე ბიჭო ან მაგიტო გეუბნები ამ აქამდე თემ სოფლიოში ლიბერალური დღის წესრიგი იყო ხო მაგრამ რა გასულს გაგცემს ეგ მაგვასულს გაგცემს ლიბერალური დღის წესრიგი იყო ჩვენთანაც ამას ლაპარაკობდა ვიცი ვინ ანუ ყველა მეინსტრიმულად კი არ მიდიოდა ამის ლაპარაკი ჩვენ თან უბრალოდ რაღაცა ოპოზიცია და ვიღაცები და ხალხი ამის წუხდა მაგრამ მეინსტრიმულად ყველა ჩუმად იყო აი ხა ბოლოს 3 წელია დაიწყო ან ჩვენთანაც ეს კონსერვატიზმის გავრცელება და ხომ ხდი რაღაცა ამაზე გადასვლა და სოფლიოც ერთად ჩვენც ანუ გადავდივართ კონსერვატულ წყობილ ეს ამდენად მოხდება ძალიან სერიოზული ბრძოლა იქნება შეიძლება ეს არ დამთავრდეს მაგრამ უკვე კიდე ერთხელ გავემოთ ეს პროცესი დაწყებულია უნდა გვიხაროდეს კიდე სხვადასხვა მე გადაახვიეთ ხოლმე ჩვენი გადაცემები და რეებსაც საუბრობთ ხოლმე როგორ ხდება თუ არ ხდება თუ რა მოხდება რა და მე მაგის და მიხედვით უნდა დაიჯეროთ ხოლმე რაღაცები ეხლა კიდე ერთ საინტერესო ეს უფრო გასაკვირი რაღაცა არის ხა ეს ნოვილო კიდე 1 მილიარდელზე Facebook-ის მფლობელზე ბატონ ცუკენბერგზე რომელიც თურმე აღმოჩნდა რომ ძევალი იყო ბაიდენის ადმინისტრაციის და ეხლა აი ბაიდენის ადმინისტრაცია კიდე X-ის მაგრამ ეს უკვე ამას აქ ბაზრობ მაგრამ ერთი დღე ორი დღე კიდე შემონმოძვის და ერთში არა უნდა დრო მოვიდა ესეც ხდება იმასაც ჩვენც ხდები და ყველა ხდება რომ სოფლიო რა საითაც მიდის ანუ იმას ფეხს უწყობს იმიტომ რომ იცის რომ თქვენერთ არ გამოვა და აი მოდი მოусმინოთ მეგობრებო რას ლაპარაკობს ბატონი ცუკერა ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გესაუბროთ. რადგან დროა დაუბრუნდეთ საკუთარ ფესვებს და გამოხატვის თავისუფლებას Facebook-სა და Instagram-ზე. სოციალური მედიის შექმნა იმ მიზნით დაიწყე, რომ ხალხისთვის ხმა მიმინიჭებინა. ასე რომ ჩვენ კონტენტის გასაკონტროლებლად მოდერაციის კომპლექსური სისტემა შევქმნით. მაგრამ კომპლექსური სისტემის პრობლემა სწორედ ის არის, რომ იგი შეცდომებს უშვებს. პოსტების 1%-ის შემთხვევითი წაშლის პირობებშიც კი ცენზურა მილიონობით ადამიანს შეეხება. ასე რომ ჩვენ მივახციეთ წერტილს, სადაც ძალიან ბევრი შეცდომა და ძალიან ბევრი ცენზურა დაგროვდა.
უმაღლესი არჩევნებიც, როგორც ჩანს, კულტურულად გარდამტეხი მომენტია და იგი პრიორიტეტს სიტყვის თავისუფლებას ანიჭებს. ასე რომ ჩვენ ვუბრუნდებით საკუთარ ფესვებს, ვიმუშავებთ შეცდომების შესამცირებლად, ჩვენი პოლიტიკის გასამარტივებლად და ჩვენს პლატფორმებზე სიტყვის თავისუფლების აღსადგენად. უფრო კონკრეტულად, აი რას ვაპირებთ. ჩვენ ვაუქმებთ ფაქტების გადამოწმების პროგრამას და მას X-ის მსგავსი საზოგადოებრივი შენიშვნების სისტემით ჩავანაცვლებთ. 2016 წელს ტრამპის არჩევის შემდეგ მეინსტრიმ მედია განუწყვეტლივ წერდა იმაზე, თუ რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენდა დეზინფორმაცია დემოკრატიისთვის. ჩვენ ვეცადეთ ამ დამოკიდებულების გათვალისწინება, საკუთარი თავის სიმართლის არბიტრად გამოცხადების გარეშე. მაგრამ ფაქტების გადამოწმების პროგრამა ზედმეტად პოლიტიკური გახდა და ის უფრო მეტად ანგრევს სიმართლეს, ვიდრე ქმნის მას. ეხლა რა ისე ფაქტ-ჩეკი ჩვენ შეგვიხო ეს უსამართლობა, მეგობრებო, ორი ვიდეო სრულიად უსამართლოდ, უსაფუძვლოდ დაგვიბლოკეს. ზუსტად ფაქტ-ჩეკმა აი ეს რასაც ლაპარაკობს, ანუ ეს კიდე სასიხარულო ინფორმაციის ვიდეოები აღდგება ისევ. მოკლედ, სამართალმა პური ჭამაო რაღაცა მაგ პრინციპით ვითარდება ყველაფერი. ჯერ არ უჭამია, ჯერ საჭმელია, კაროჩე. ვითარდება ყველაფერი. მე ვთქვი, ხა ჩვენ ვიდეო გავგვიქვეს, ორი ვიდეო, ნუ ახლა მაგათ მოდი აღარ გავაგრძელოთ ეს ყველაფერი, მაგრამ მოკლედ. ეს გავაგრძელოთ აი ეს იმაყურებლის, რომ ან მოხდა ეგეთი რაც დავდეთ ჩვეულებრივად ვიდეოები სხვადასხვა პლატფორმაზე, სადაც ყველგან ჩვეულებრივად დაგვადებინეს და ანუ სრული უფლება ქონა ამის და Facebook-მა ორი ვიდეო დაგვიბლოკა ფაქტ-ჩეკმა, რომელიც გვეუბნება, რომ მოკლედ არ შეიძლება ამ მიზადება, ამიტომ ეხლა გამოდის. ყუილი ინფორმაციაა თან წერილი. გამოდი ხო, fake ინფორმაცია აუცილებლად. გამოდის დღეს ის რა ქვია, ცუკერბერგი ამათი ყველას უფროსი და ამბობს, რომ ის ძალიან დიდი შეცდომა იყო ეხლა რა ეს ეხლა ჩვენი კაი ორი ვიდეო ვის აინტერესებს კაი. ჩვენ არაფერი პრეტენზია არ გვაქვს და სამართალის შეჭასპურს, მაგრამ სხვებმა რა უნდა ქნან მართლა ტიპებს რეები უქნეს, მაგით წარმოიდგინე რა. და ეხლა დღეს გამოდის ესე არ ყოფილა მართალი და კარგად იყავი და ბოდიში და ნახონი და ხოლმე სხვა ის როგორ სიტყვის თავისუფლებას როგორ ებრძოდნენ და როგორ გვავიწროვებენ ხო ეს ყველაფერი ხო ფაქტია ანუ მე გახარებული ვარ მის ბედნიერი ვარ ესეთ რაღაცები ხდება და იმედია ბოლომდე მივიყვანთ ამ პროცესებს და ჩემი აზრით ხდება რა სოფლიოში წესრიგით ის ახალი წესრიგი დგება და დიდი მოთამაშეები თამაშობენ და რაღაცა ჩვენი მომენტით სადღაც და გაიჩიტება და დგება რომ აი ესენი როგორც დარასკლდებიან ჩვენს რაღაცას მოვერგოთ ამის იმას. ხო და ეხა ეგ ხდება. კაკრას ჩვენი ინტერესები და ჩვენი იდენტობა რაც არის ეხა ეს სოფლიოში ეს ყველაფერი იგივე ანუ ემთხვევა და ეს გვიხარია ჩვენ თორე ტრამპი ანუ ზოგადად ტრამპი რო პრეზიდენტი გახდა ანუ ის არ ნიშნავს ჩვენი ქვეყანა всё ყველანაირი პრობლემა მოგვარდება და აღარ ვინერგოთ. არა, შუაში პროცესი წავა სოფლიოში ეგ რაღაცები გააკეთოთ და უშე გავგვიჟდეთ, მაგრამ უბრალოდ იდეოლოგიურად თუ ემთხვევით და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის რა. მოდი რა, არასდროს ჩვენ არც ერთ ეპიზოდში არ გვისაუბრია რუსეთ-უკრაინის ომზე თუ ხარ დაკვირვებულ, საერთოდ არ შევხებივართ ამას. მაგრამ ეხლა უბრალოდ ამის გატარება არ შეიძლება რა. ზელენსკი ბატონი გამოდის და ნახე რას იძახის. просто ნახე. სიმართლე გითხრათ, მჯერა რომ ჩვენ გვაქვს უფლება სერიოზული, ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები მოვითხოვოთ მსოფლიოსგან, რომელიც მუდმივად აცხადებს ლიდერობის შესახებ და იმ ქვეყნებისგან, რომლებიც საუბრობენ მშვიდობაზე მთელ მსოფლიოში. მუდმივად ვაყენებ უსაფრთხოების გარანტიების საკითხს. გულწრფელად გეტყვით, სამწუხაროდ ევროპის ყველა ქვეყნის მიმართ და შეერთებული შტატების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, მთელი იმ დახმარების მოცულობის პატივისცემის მიუხედავად, რომელიც ომის დაწყების დღიდან მოგვაწოდეს, ნატოში არ იყო საერთო მხარდაჭერა შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ყველა მოკავშირეს შორის. ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატები, ეს იყო გერმანია, ეს იყო უნგრეთი და ისინი იყვნენ სლოვაკები. და ის ფაქტია და თუ ჩვენ ღიად ვსაუბრობთ, მაშინ გულწრფელად ვთქვათ, ისინი იქ არ გვხედავენ. მჯერა რომ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ომში ვართ. რის გამოც ჩვენ ომში ვართ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზიო, რომ ჩვენ ანუ სიმართლე რომ გითხრათო, ნატოში მიღება ჩვენი არ უნდათო და ეს ომი იმიტომ არის დაწყებული, რომ ჩვენ ნატოში არ მიგვიღონო და წინააღმდეგი არისო რა ქვეყნები ნახე ვიზა იძახის. ამერიკა, გერმანია, სლოვაკეთი და უნგრეთიო. ანუ ეს ოდიში და უნამუსო წარმოიდგინე ამას ეს 3 წლის წინ არ იცოდა რომ ესე იყო? ეს არის უნამუსო. ამდენი 10,000-ობით ადამიანი რო არის მკვდარი თან ახალგაზრდა უკრაინელი რომელიც გენოციდი უკრაინელი უნდა გაამრავლოს ესეთი ბიჭები რომ როგორ გამოდის და მოდი გულწრფელები ვიყოთ. ეხლა ის რა არის იცი რომ უბრალოდ თავის გადარჩენა უნდა და ჯერ ანუ ჩვენება ანუ არავის ან დაკითხვაზე ჯერ არ ყოფილა და უკვე ჩვენების წერა დაიწყო და ეხლა ამას თუ მოუწია დაკითხვაზე ყოფნა ხვდები კიდე რევს ილაპარაკებს
просто ანუ მეგობრებო, ანუ არ ვიცი, 3 წლის მე ამას რო ვიძახთი, ომი რო დაიწყო პირველ 2-3 დღე, მაშინ ეს შეხედულები მქონდა, რომ რა, კაროჩე, რა, ისე მოხდება, როგორც რუსეთს უნდა. ეს ბაზნე ხორცი რა, და ამას ლაპარაკობდი და ზუსტად ნატოშიც ვერ მოხდება ვერასდროს და ეს ომი არ არის მაგიტო. აი ზუსტად ეხა ამას აცი და ეს ტრაგედიას მე ლაპარაკობდი. და უნდა გენახა გიენებივით რომ ესეოდნენ და რაღაც და ზოგი ფეხზე მკმენდა, ზოგი კისერში, ზოგი ხელში და აი. შენ ნახე ვიდეოები ტიპები როგორ მიყავთ, უჩიდან როგორ მიყავთ ომში? კიდე ისეთი რაღაცები. ნახე ანუ სამი ტიპიდან უცებ ბიჭი და უცებ ორი სამხედრო ერთი სახში ტყდება და ეკლესიებში რა ხდება ნახე ვიდეო შედი კონცერტები ტარდება და მენაკულა რაღაც მაშინერი მაგას მე საკე გადაცემა კარგად ხო ანუ პროსტა რა ანუ საშინელებაა და საშინელი კაცია ჩემი აზრით და არავი თავისი ამ ერს ამდენი ხანი ვაფშე როგორ არის ვაფშე არა რეიტინგი აქ ესე აი მინუს ისე მაგას იზომება პულსი არ ეზომება ну ლოგიკურიც არის. და ანუ დღეს ეხლა რამდენი ხალხი არის მკვდარია გაწყდა ის და არა და რამდენი ის და წარმოიდგინე და ეხლა დგება ეხლა თურმე შეიძლება არ ყოფილიყო სწორი ეგ. ხო და მაგ ხალხში ვარ თვითონ და ეხლა ჩვენ თუ მეგობრებო ყველა საესე იქი ომია და წავედით ყველა და იქ ისა ეგრეთ ვავყევით და ეგრეთ გავხურდით ყველაფერზე. რა ზუსტად ერთი წლის განმავლობაში აბა ომშიც ვიქნებით იმას თამაში და ვეღარ გავიგებთ ომში რა გვინდა და ვინ ვართ და ეგ არის რა დრო არის საჭირო, დალოდება არის საჭირო იმაზე, რომ შენი სიტყვის დრო მოვა და შენი ნაბიჯის გადმის დრო მოვა, მაშინ გადავდგათ რაღაცები და რაღაც ეხლა წავიდეთ ვიღაცა გადაგვარჩენს იმედზე რო ხარ და ვაფშე არავინ ისინი რო თავის გადარჩენაში არიან, ჯერ კიდევ ვერ გაუგიათ, ვინ უნდა გადაარჩინონ, რავი ეხლა ცოტა დახმარებას თხოვდი ადამიანს, ვინც შეიძლება თვითონ არის დასახმარებელი, რავი ცოტა არც ლოგიკური მიმოჩნია, არც სწორი არაფერი. კიდე რა არის, ეხლა ღრმა ჰიპნოზში ვინც არის ისინი რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ახლა ჩვენ რაც ვისაუბრთ არგუმენტებად არ მეიღებენ მაგრამ არსებობს მერყევის საზოგადოება რომელიც ამ ფაქტებსაც და კიდე სხვა ბევრ ფაქტს გაითვალისწინებს და მიხვდებიან რა ხდება რა რავი მეგობრებო მოკლედ აი როგორი სიტუაციაა იმენა პოპკორნები მოიმარაგეთ უამრავი საინტერესო პროცესის მონსტრები გავხდებით აი რა ყოველ დღე თითქმის და ჩვენც რა თქმა უნდა ყოველთვის sad ვიქნებით ნებისმიერ თემაზე ვილაპარაკოთ თამამად და გახსნილად და გულწრფელად რაც თავარია. მოდი მე მგონი გამომთავროთ ჩვენი საუბარი. მე მგონი მიუახლა და ჩვენი საუბარის და კი ბატონო ნორმალურად ნორმალური გადაცემა გამოგვივიდა ჩემი აზრით. ის საინტერესო მოკლედ შევეხეთ ყველაფერს ახლა ამაზე კიდევ მაგრამ აი დანიშნულოვანი რაღაცები ახლა ის რაღაც სამი რაღაც თემა რა. ხო ეს ხალხი ჩვენი მაყურებელი დროა და ვამყოფოთ იმ ტონუსში რომ რაღაც მომენტში იცოდნენ სად რა ხდება რა და ახლა. კი ხო რა თქმა უნდა. კვირაში ერთხელ მინიმუმ ინფორმაციას მივიღეთ. კარგად განდებოდეთ კიდე ხა მეგობრო კიდე დავამტებ ძალიან დიდი მადლობა იმ სიტყვოსი ციტყვასაც გრძნობთ აი მართლა უდიდეს მოტივაციას გვაძლევს ეს ყველაფერი და ჩვენს ყველაფერს კარგს გისურვებთ რასაც თქვენ გვისურვებთ ჩვენ აი მთელი გული და სულით მადლობა. პატივისცემისთვის კარგად განდებოდეთ. ნახვამდის.